არ არსებობს იმაზე დიდი ილუზია, ვიდრე იმის რწმენა, რომ ომი მოულოდნელად იწყება. სანამ პირველი ტყვია გავარდებოდა, მოსკოვმა უკვე აამოქმედა თავისი უძველესი და ყველაზე დაუნდობელი იარაღი. დაყავი და იბატონე. როდესაც საქართველომ თავისუფლებისკენ გაიწია, იმპერიამ გადაწყვიტა, რომ ურჩობისთვის ფასი ჩვენივე სისხლით უნდა გადაგვეხადა. ჩვენ მოგიყვებით ამბავს, სადაც ერთმანეთს ეჯახება მტრის ვერაგობა და ქართველი ჯარისკაცების გმირობა. გაჩვენებთ სოხუმის ბოლო, ტრაგიკულ დღეებს, სადაც სიკვდილის წინაც კი არ დაუჩოქიათ და გაგატარებთ იმ სასიკვდილო ყინულოვან გზაზე, რომელმაც ათასობით ოჯახის ბედი სამუდამოდ გაყინა სვანეთის უღელტეხილზე. ეს არ არის მხოლოდ წარსული, ეს არის ღია ჭრილობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ. აფხაზეთის ომი არ დაწყებულა 1992 წლის 14 აგვისტოს. მისი ფესვები გაცილებით ღრმად, საბჭოთა იმპერიის მიერ საგულდაგულოდ დაგეგმილ ეთნოპოლიტიკურ ლაბირინთებში იმალება. საბჭოთა კავშირის დაშლის წინ, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა დაიწყო, მოსკოვმა ამოქმედა კლასიკური იმპერიული პრინციპი: დაყავი და იბატონე. აფხაზეთი თავისი უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობითა და შავი ზღვის სანაპიროთი იქცა იმ ბერკეტად, რომლითაც რუსეთი ცდილობდა ურჩის საქართველოს დასჯას და საკუთარ ორბიტაზე შენარჩუნებას. ეს არის ამბავი არამხოლოდ სამხედრო დაპირისპირებაზე, არამედ ღალატზე, გმირობაზე, უთანასწორო ბრძოლასა და ასობით ათასი ადამიანის განადგურებულ ცხოვრებაზე. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ბოლშევიკებმა აფხაზეთს მიანიჭეს ხელოვნური სტატუსი, რომელიც მოგვიანებით ავტონომიურ რესპუბლიკად გარდაიქმნა საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში. 10 წლეულების განმავლობაში საბჭოთა უშიშროება სუკი აქტიურად აღვივებდა ანტიქართულ სენტიმენტებს აფხაზურ ელიტაში. 1980-იანი წლების ბოლოს, როდესაც თბილისში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა პიკს აღწევდა, გუდაუთაში ფორმირება დაიწყო სეპარატისტულმა მოძრაობამ აიდგილარა, ერთობამ. 1989 წლის მარტში ლიხნის კრებაზე მათ პირველად მოითხოვეს საქართველოსგან გამოყოფა, რასაც მალევე მოჰყვა 1989 წლის ივლისის პირველი სისხლიანი შეტაკებები სოხუმში. 1991 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა. ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ სადა აფხაზურ მხარესთან კომპრომისის გამონახვა, ეგრეთ წოდებული საარჩევნო კვოტების დაწესებით, რითაც აფხაზებმა უმრავლესობა მიიღეს უზენაეს საბჭოში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მოსახლეობის მხოლოდ 17%-ს შეადგენდნენ. თუმცა ვლადისლავ არძინბას რადიკალურმა მთავრობამ მოსკოვის პირდაპირი წაქეზებით კურსი ღია დაპირისპირებისკენ აიღო. 1992 წლის იანვარში თბილისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ, როდესაც ხელისუფლებაში სამხედრო საბჭო და მოგვიანებით ედვარდ შევარდნაძე მოვიდა, საქართველოში სრული ქაოსი სუფევდა. ვლადისლავ არძინბამ ამით ისარგებლად 1992 წლის 23 ივლისს აფხაზეთის უზენაესმა საბჭომ ქართველი დეპუტატების არყოფნის პირობებში გამოაცხადა 1978 წლის კონსტიტუციის გაუქმება და 1925 წლის კონსტიტუციის აღდგენა, რაც ფაქტობრივად საქართველოსგან გამოყოფას ნიშნავდა. საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც ცდილობდა ქვეყანაში წესრიგის აღდგენას, აფხაზეთის ტერიტორიაზე სარკინიგზო მაგისტრალის დაცვისა და გატაცებული ვიცე-პრემიერის ალექსანდრე კავსაძის გათავისუფლების მიზნით მოუწია ძალების შეყვანა. 14 აგვისტო 1992 წელი. საქართველოს ეროვნული გვარდიის ნაწილები თენგიზ კიტოვანის მეთაურობით აფხაზეთის ტერიტორიაზე შევიდნენ. ოჩამჩირის რაიონში აფხაზურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ქართულ კოლონას ცეცხლი გაუხსნეს. სწორედ აქ დაიღვარა პირველი სისხლი. საპასუხოდ თენგიზ კიტოვანმა მიიღო თვითნებური და საბედისწერო გადაწყვეტილება. შევიდა სოხუმში და ქალაქის ცენტრში უზენაესი საბჭოს შენობასთან ბრძოლები წამოიწყო.
ვლადისლავ არძინბა და მისი მთავრობა გუდაუთაში გაიქცა, სადაც განლაგებული იყო რუსეთის სამხედრო ბაზა. ომი ოფიციალურად დაიწყო. ერთი შეხედვით საქართველოს რეგულარულ არმიას, რომელიც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო და ძირითადად ეროვნული გვარდიისა და მხედრიონის დაჯგუფებებისგან შედგებოდა, უპირატესობა უნდა ჰქონოდა მცირერიცხოვან სეპარატისტულ ძალებზე, მაგრამ რეალობა სრულიად სხვაგვარი აღმოჩნდა. ვის ებრძოდა საქართველო? აფხაზური ფორმირებები, ადგილობრივი სეპარატისტული რაზმები, კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია, მოსკოვის მიერ წახალისებული ათასობით დაქირავებული მებრძოლი ჩრდილოეთ კავკასიიდან. მათ შორის იყო შამილ ბასაევი, რომელიც მოგვიანებით თავად რუსეთის ტერორისტად იქცა და რომელმაც ბოლოს შეცდომა უწოდა აფხაზეთის ომში მონაწილეობას. ჩეჩნური, ადიღეური და ყაბარდოული ბატალიონები, რომლებიც გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული სისასტიკით მშვიდობიანი ქართველი მოსახლეობის მიმართ. რუსეთის რეგულარული არმია და სპეცსამსახურები, ყველაზე გადამწყვეტი ფაქტორი. გუდაუთის სამხედრო ბაზა სეპარატისტებს ამარაგებდა უახლესი შეიარაღებით, ტანკებით, საარტილერიო დანადგარებით. რუსული ავიაცია Su-25 ტიპის მოიერიშეები რეგულარულად ბომბავდა ქართულ პოზიციებსა და სოხუმის საცხოვრებელ კვარტლებს. ომის პირველ დღეებში ქართული ძალები აკონტროლებდნენ სოხუმს, გაგრას და ოჩამჩირის დიდ ნაწილს. 1992 წლის 3 სექტემბერს მოსკოვში ბორის ელცინის შუამავლობით დაიდო ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება. ქართულმა მხარემ შეასრულა პირობა და გაგრიდან მძიმე ტექნიკა გაიყვანა. 1992 წლის 1 ოქტომბერს აფხაზურ რუსულმა და ჩრდილოკავკასიურმა შენაერთებმა შეთანხმების უხეში დარღვევით მოულოდნელი და მასშტაბური იერიში მიიტანეს გაგრაზე. უიარაღო დარჩენილი ქართული შენაერთები და მშვიდობიანი მოსახლეობა ალყაში მოექცა. გაგრის დაცემას მოყვა არნახული სისასტიკე. სტადიონზე მოწყობილი მასობრივი სიკვდილით დასჯა, მშვიდობიანი მოქალაქეების თავის მოკვეთა და მასობრივი გაუპატიურება. გაგრიდან ქართული მოსახლეობის ნაწილმა რუსეთის ტერიტორიის გავლით ძლივს დააღწია თავის სიკვდილს. ეს იყო ქართველთა ეთნიკური წმენდის პირველი მკაფიოდ გამოკვეთილი აქტი. 1993 წლის გაზაფხული და ზაფხული სოხუმისთვის მძიმე ბრძოლების ფონზე მიმდინარეობდა. მარტში რუსულ-აფხაზურმა ძალებმა სცადეს სოხუმის აღება, მაგრამ გენერალ გენო ადამიას 23 ბრიგადამ და სხვა ქართულმა ნაწილებმა იერიში გმირულად მოიგერიეს. მდინარე გუმისთაზე მტერმა კოლოსალური დანაკარგი განიცადა. ივლისში სოხუმზე იერიშები განახლდა. მდგომარეობა კრიტიკული ხდებოდა. 1993 წლის 27 ივლისს რუსეთის ზეწოლით სოჭში დაიდო მორიგი ფატალური ხელშეკრულება. სოჭის შეთანხმების პირობები ქართველებისთვის კატასტროფული აღმოჩნდა. საქართველოს სრულად უნდა გაეყვანა სოხუმიდან და კონფლიქტის ზონიდან მძიმე არტილერია, ტანკები და შეიარაღებული ძალების დიდი ნაწილი. ქალაქის დაცვის გარანტად რუსეთი გამოდიოდა. საქართველოს ხელისუფლებამ ედვარდ შევარდნაძის მეთაურობით ეს მოთხოვნა შეასრულა. ქართული არტილერია ფოთში გადაიტანეს გემებით. სოხუმი პრაქტიკულად შეუიარაღებელი დარჩა. 1993 წლის 16 სექტემბერს, როცა ქართული იარაღი უკვე გატანილი იყო, სეპარატისტებმა და რუსულმა ძალებმა ხელშეკრულება კვლავ დაარღვიეს და სოხუმზე გადამწყვეტი, სრულმასშტაბიანი შტურმი დაიწყეს. შეტევა მიმდინარეობდა როგორც ხმელეთიდან, ისე ზღვიდან და ჰაერიდან. სუბუქი იარაღის ამარა დარჩენილი ქართველი მებრძოლები 11 დღის განმავლობაში წარმოუდგენელი გმირობის ფასად იცავდნენ თითოეულ ქუჩასა და სახლს. ედვარდ შევარდნაძე სოხუმში ჩავიდა და განაცხადა, რომ ქალაქს არ დატოვებდა, თუმცა ძალები აბსოლუტურად უთანასწორო იყო. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. მტერმა აიღო მინისტრთა საბჭოს შენობა. სწორედ აქ დაფიქსირდა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი გმირობის აქტი. აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ ჟიულის შარტავამ, სოხუმის მერმა გურამ გაბისკირიამ და მათთან მყოფმა თანამშრომლებმა უარი თქვეს გაქცევაზე. ტყვედ ჩავარდნილებს მტერმა მოსთხოვა დაჩოქება, რაზეც გაბისკირიამ უპასუხა: არასოდეს სანამ ცოცხალი ვარ.
ისინი წარმოუდგენელი სისასტიკით აწამეს და დახვრიტეს. სოხუმის დაცემამ გამოიწვია ასობით ათასი ქართველის პანიკური გაქცევა ქალაქიდან და მიმდებარე სოფლებიდან, თუმცა მშვიდობიანი მოსახლეობა სასიკვდილო მახეში აღმოჩნდა. ბუნებრივი და ყველაზე მარტივი მარშრუტი სოხუმი-ოჩამჩირე ზუგდიდის საავტომობილო ტრასა ფიზიკურად მოჭრილი იყო ორი უმთავრესი მიზეზის გამო. 16 სექტემბრის შტურმის დაწყებისთანავე რუსულ-აფხაზურმა ძალებმა სადესანტო ჯგუფები ჩამოსხეს და სტრატეგიული წერტილები დაიკავეს. მათ გადაჭრეს სოხუმი-ოჩამჩირის დამაკავშირებელი ცენტრალური არტერია, კერძოდ კოდორის ხიდის მიმდებარე ტერიტორია, რათა სოხუმისთვის დამხმარე ძალების მიწოდება შეეფერხებინათ. ქალაქის სამხრეთიდან სრულად ჩაიკეტა. ტრაგედიას ემატებოდა ისიც, რომ უშუალოდ სამეგრელოში მიმდინარეობდა შეიარაღებული დაპირისპირება ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მომხრეებსა და ეგრეთ წოდებულ ზვიადისტებსა და სამთავრობო ძალებს შორის. ცენტრალური ხელისუფლება რეგიონს ვერ აკონტროლებდა. მტრის артиლერია კი განუწყვეტლივ ბომბავდა სანაპირო ზოლს. ამ ფაქტების გამო ზუგდიდისკენ მიმავალი გზა დევნილებისთვის გარდაუვალ სიკვდილს ნიშნავდა. ერთადერთ ღია, თუმცა ფიზიკურად ურთულეს ალტერნატივად კოდორის ხეობა და სვანეთის მთები, კერძოდ საკენ ჭუბერის უღელტეხილი დარჩა. ოქტომბრის დასაწყისში დაახლოებით 100,000-მდე ადამიანმა, ბავშვებმა, ქალებმა, მოხუცებმა და დაჭრილმა მებრძოლებმა კოდორის ხეობის გავლით სვანეთისკენ დაიხია. ეს მარშრუტი ზღვის დონიდან თითქმის 3000 მეტრის სიმაღლეზე გადის და ზაფხულშიც კი სპეციალურ აღჭურვილობას მოითხოვს. 1993 წელს ზამთარი მთაში ნაადრევად და უჩვეულო სისასტიკით დაიწყო. სრულიად მოუმზადებელი საზაფხულო ტანსაცმლის ამარა მშიერი და ფსიქოლოგიურად განადგურებული ხალხი პირისპირ შეეჩეხა თოვლს, ყინვასა და ქარბუქს. ხეობის დასაწყისში გზა მალევე ჩაიხერგა. ტრაქტორები და ავტომობილები ტალახსა და თოვლში ეფლობოდა. საწვავი თავდებოდა. ათასობით მანქანა უბრალოდ უფსკრულში გადაჩეხეს ან მიატოვეს, რათა ფეხით მოსიარულეებისთვის გზა გაეთავისუფლებინათ. უღელტეხილზე ტემპერატურა ღამით კრიტიკულად ეცემოდა. ადამიანებს არ ჰქონდათ თავშესაფარი და ცეცხლის დასანთების საშუალება. დედები საკუთარი სხეულით ათბობდნენ შვილებს, მაგრამ ბევრი მათგანი დილით ცოცხალი აღარ იღვიძებდა. ფიზიკური გადაღლილობის, შიმშილისა და ჰიპოთერმიის გამო ადამიანები პირდაპირ თოვლში ეცემოდნენ. ტრაგედიის ყველაზე მძიმე ნაწილი ის იყო, რომ ცოცხლად დარჩენილებს არც ფიზიკური ძალა და არც იარაღი ჰქონდათ გაყინულ მიწაში მიცვალებულების დასამარხად. ასობით ცხედარი გზის პირას თოვლში რჩებოდა. ეს იყო სრული აპოკალიფსი. ყოველგვარი სამედიცინო დახმარების გარეშე ხდებოდა მოყინული კიდურების ამპუტაცია, მშობიარობა ღია ცის ქვეშ და სიკვდილი ყოველ ნაბიჯზე. საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია ჰუმანიტარულ კატასტროფაზე უკიდურესად დაგვიანებული და არაეფექტური აღმოჩნდა. ომი ოფიციალურად დასრულდა 1993 წლის 30 სექტემბერს, როდესაც სეპარატისტებმა მდინარე ენგურამდე მოაღწიეს და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე რუსული დროშები აღმართეს. კოდორის ხეობის გარდა, რომელიც 2008 წლამდე საქართველოს იურისდიქციაში რჩებოდა. ციფრები, რომლებიც საუბრობენ. დაიღუპა 10,000-დან 30,000-მდე ადამიანი, როგორც ქართველები, ისე აფხაზები. 250,000-დან 300,000-მდე ეთნიკური ქართველი გამოძევებულ იქნა საკუთარი სახლიდან. მოხდა მიზანმიმართული ეთნიკური წმენდა, რაც მოგვიანებით აღიარა ეუთომ, ბუდაპეშტის, ლისაბონისა და სტამბოლის სამიტებზე. განადგურდა აფხაზეთის ინფრასტრუქტურა, უნიკალური არქიტექტურა, დაიწყო აფხაზეთის სახელმწიფო არქივი, რითაც განადგურდა ქართულ-აფხაზურის საერთო ისტორიის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტები. ომის შემდეგ 1994 წელს დაიდო მოსკოვის შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ენგურზე განლაგდნენ ეგრეთ წოდებული დსთ-ს სამშვიდობო ძალები, რაც რეალურად რუსეთის საოკუპაციო ჯარს წარმოადგენდა.
რუსეთმა სრულად მოახდინა აფხაზეთის იზოლაცია, თუმცა მოგვიანებით განსაკუთრებით 2000-იანი წლებიდან დაიწყო აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის რუსული პასპორტების მასობრივი დარიგება. ამ პროცესის კულმინაცია იყო 2008 წლის აგვისტოს ომი, რის შემდეგაც რუსეთმა ოფიციალურად აღიარა აფხაზეთის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა და იქ მუდმივი სამხედრო ბაზები განათავსა. დღეს აფხაზეთი რუსეთის მიერ ანექსირებულ ტერიტორიას წარმოადგენს. აფხაზეთის ომი იყო საბჭოთა იმპერიის ნგრევის თანმხლები ტექტონიკური ძვრებისა და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის უმძიმესი ფასი. ეს არ ყოფილა ეთნიკური შუღლით დაწყებული ომი ბუნებრივად. ეს იყო საგულდაგულოდ ინსპირირებული და გარე ძალების მიერ მართული კონფლიქტი. მიუხედავად ტრაგედიისა, აფხაზეთის თემა რჩება ქართული სახელმწიფოებრიობის ცენტრალურ ნერვად. ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება, სიმართლის თქმა და დაშვებული შეცდომების გაანალიზება არის ერთადერთი გზა, რათა მომავალში ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში შესაძლებელი გახდეს დანგრეული ხიდების აღდგენა ქართველებსა და აფხაზებს შორის. დაგვიწერეთ თქვენი აზრი აფხაზეთის ომთან დაკავშირებით. შეიძლებოდა თუ არა ამ კონფლიქტის თავიდან აცილება და ახლა რა გამოსავალი არსებობს. გამოიწერეთ კარდუს არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ რაც შეიძლება ბევრს, რათა ყველამ გაიგოს ამბები საქართველოზე.